ლიტერატურული თეატრი აგრძელებს პროექტს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით. სტუმრად ვიმყოფებით სოფელ ფარცხნალში ბატონ რეზო ჭყოვიძესთან. ბატონი რეზო ძალიან საინტერესო პროფესიის ადამიანი გახლავთ. იგი ხარატია. 6 ათეული წელი მან ხარაგაულის სატრანსპორტო კომპანიაში იმუშავა ხარატად. მოგეხსენებათ ათეული წლების წინ ავტოსატრანსპორტო საწარმოებში ტაქსები, ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები საჭირო იყო ავტონაწილები და ბატონი რეზო ყველა საჭირო ნაწილს, რომელიც კი დაუზიანდებოდა ავტობუსებს, ტაქსებს თუ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს ჩარხავდა წლების განმავლობაში და გზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, მაშინ ყველა სოფელში დადიოდა ტრანსპორტი. ბატონი რეზოს ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. ბატონი რეზო ამჟამად 83 წლის გახლავთ, მალე 84 წლისა გახდება, მხნედ გამოიყურება. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, შვილები, შვილიშვილები, კარმიდამო, ლამაზი გარემო. მალე თავად გაიცნობთ ამ საინტერესო პროფესიის ადამიანს. ხარატები, ახლა მე მგონი ჩვენს დროში უკვე ნაკლებად არის, თან ისეთი გამოცდილებით, ისეთი წარსულიც, როგორიც ბატონ რეზო ჭყოვიძეს გააჩნია. მაშ ასე ჩვენ გვინდა მთელ საქართველოს გავაცნოთ ბატონი რეზო ჭყოვიძე, ხარაგაულელი ხარატი. 7 კლასზე დამთავრე ხიდაში, მაშინ 7 ერთად დამთავრებდა და აღარ იყო სწავლა მეტი. ამეხნა სოფელში გაჩერებას ვარჩია, აბა ხელო მესწავლა რაღაც. თბილისში ორწლიანი ტექნიკუმი იყო, მაგნიტოგორში ჩავედი. შევედი იქ, დამთავრე ორწლიანი ტექნიკუმი. კარგად საჩინებით სახარატო. გავგამწესეს კიროვის ქარხანაში სამუშაოდ. 2 წელი კიროვის ქარხანაში იმუშავე. 61 წლამდე ბოლომდე. მერე სამხედროში გამეწვიეს. 3 წელი სამხედროში ვარ. ჩამოვედი იქ 60 წელში. ასული 64-ში და მივედი სამ ქარხანაში აბასადმო დასულიყავ სხვა არაფერი ხელობა მქონდა. მივედი დევიწყე მუშაობა ისე ჩემს ადგილზე, ჩემს სადაც თავიდან ვიყავი რა. მე აქ სოფელში მოხუცებული ბებია მყავდა. აბა მითხრა რომ Io mai che mo vedo, ciao di iqava dalla casa. Აქ იყავი კაი, მაგრამ იქ სამუშაოს რავო. ისე შემიჩნენ მე რომ აქ ატიგაში თომაბერაძე იყო მაშინ, ატიგის დირექტორი. მოადგილე იური გიორგაძე იყო, მამიდაშვილი იყო ის ჩემი და მითხრა რომ ერთი ძვირი სწავლობი არის ჩვენთანავე. ჩამოვდიოდა იქნებოდა. Agora I burger roșență ce însă. Nu se șemișteră Каменелебия их тавida. Самозeu și treci legende și ce mai vede Haragovici. Asta e cu tu e să e cu zveli dazgam conda atualebe metrologdi. Maragorsi cu godiu dismais. Mașe mă transport sare cu indeni argagoachta. გადიოდა დრო იზახოდა ახალი დასგავნა მოგიტანოდა ახალი ეს მიხაროდა მე თუ ახალი მოვიდა არა ძალიან დამიგვიანეს 78 წლამდე არ მომიტანეს ჩამომიტანეს მე ყაზახეთის ეს არის გამოშვება დავიწყეს მუშაობა და იმ დღიდან არ გამიშვია ხელი कैसे चलेगा माउस इकाना तो वो मुझे अपने लाने रात और हमें जानती थी बागाना में सोबेर सामना था और ऐसे शुरू प्राउपना आधे का ही ज़ीरे सादा थी को ठीक मिस और मुझीदान दास कली वेला बोलती है को थोड़ा ये को रात की शेज़ ले वो दास का दमशे वो को चेंटा वाके चे दूसरा पेश मालूम
ტრანსპორტს ჭირდებოდა პირველი ტორმოზი და მეორე წინა მხარეს პერადოქს ვეძახით იმას. ის თავარი ის იყო, რომ გაკეთებულიყო ხადის რამე ჩამეყვამდა ხოლმე და რამე გამაკეთებიებდნენ, იმიტომ რომ აი რომ დაინგრა რაჭა და ის რომ დაინგრა ყველაზე მეტი მიზიდურობა მანქანების მაწევი და მაშინ ჩვენ და რამე ჩავიდიოდი ხოლმე და რამე ვაკეთებდი, რომ გვიან მოსული ჰიდან მოსული მანქანა ხან ბუქსირით მოყავდათ, უნდა გაგვეკეთებია მორდოს უნდა გაგვეშვა. რაც საჭირო იყო ტრანსპორტის გამართულებისთვის ვაკეთებდი ყველაფერს. გარდა პაგრიშკებისა და მატურის. ანაჩენი ყველაფერი ჩვენ ხელში გამოდიოდა. დილის 9 საათიდან ხანდის საღამოს 9 საათამდე კი არა 10 საათამდესაც შეიძლება იყო დარჩენილი ყავი და მეკეთებია იმიტომ რომ მეორე დღეს მარშრუტს ვერ გავუცდები. ხაზი იყო ელოდებოდა ადამიანი, ყველა მუშაობდა, ყველა დადიოდა. Πατρίτσουλები იყო ავტობუსების და ტაქსები. და მე რო სახში წამოსულიყავ და წამოსულიყავი და მარშრუტი გაჩერებული იყო მეორე დღეს არ მოპადიებდნენ. მაგრამ ასე იყო მაშინ რა ვქნა რომ ყველა სოფელში დადიოდა, სოფელი არ იყო ისეთი რომ მიუვალი რომ ტრანსპორტი ავტობუსი არ შესულიყო. ეს პროფესია მე თავიდან მივედი ტექნიკუმში არ მინდოდა. მაგრამ პატარა ვიყავი ძალიან პატარა და ასე რომ მამითხრა რომ შენ ქრიბსა და იმას ვერ ამუშავებო და წამოდი რომ მე წაგიყვანო ჩემთან მე გამოვშევე გასავლი. დამიყვანა მე კაი კაცი იყო ენუქიძე იყო რაღაც. ასავლა მე რეიმან პატარა სიმაღლეში და ზგეზადეს აღავსეს შემოძღმე ასე იყო რა. 14 წლის ვეში იყო დაიხნებოდა. ჩემი ადეგაში მუშაობის პერიოდში ძალიან კარგი ხალხი იყო. ძალიან ასე მეკმაყოფილი ვიყავ იმით რომ მეგობრული კოლექტივი იყო. თუ რამე გაჭირება იყო ერთ რამე უჭირდა მესეოდა მეხმარებოდა. ქეიფი იყო ერთად მიდიოდი. კირი იყო ერთად მიდიოდი. ასე რომ მაგარი კოლექტივი იყო, ბევრი კაი ბიჭები მყავდა. დაახლოებით იყო ტაქსი იყო 25, თვითმცლელი იყო 50 და 60 ავტობუსი იყო. ყველას მომსახურება, ყველა მოდიოდა ჩემთან, ყველას საჭიროებას მოხებოდი, რომ მეტი არავინ იყო ჩვენთან. ეიშალა ჩვენი სამსახური და ეს დაზგა ავდიქი და წამოვეღე მე. მაქვს ეგერ სახში. ესაც მაგითხა, კიდევ ის ძველი მოხანაგები, ვინც კიდე დარჩენ მანქანებზე არისო. მამოდი ხომა. თან ნახულობენ, თან თვრამიად გასაგეთებით გავაკეთებ. ისეთ საჭიროება აღარ არის, იმიტომ ეხლა განსადები შემოდის, ყუთებით მაღაზიებში არიან, შედიან, ყივილობენ და აღარ მივიდა, აღარ შეაწუხა ადამიანი 2 წელი ბოლტის და 4 წელი ბოლტის. აი ეს დაზგარი ნახევარი საუკუნის. თუ მოულის ადამიანი ხო საუკუნეს მეცხრეს იქნება არ უნდა მოეკიდო რაღაც თრო ან ურო იხმაროზე რაღაც გაჩადე ხო აი ისე მაქვს რომ ჩაქუჩი ძაცადენი კარებია ნადირობას მიყვარდა თაში სიარულიც მიყვარდა და მიყვარს დღესაც მიყვარს ახლა წელს არ გავსურდა თუ არა მე მგონია მომიწევს და წავალ თაში საქონელ პიროჭი რო გაყავდა ხოლმე დავდიოდი ხოლმე წეში დამზრუნველობდი და საერთოდ ეს დაგოჩვილი ისთვის მაისში ხაზვა ივნისში ჩვენ ავდივართ ავედი და რაღაც საქონელი რო გავდენე ჩონჩხი გავინახე მივედი ახლოს ირიმს ჩონჩხია ნახე ასე თავით იყო ჩაჭურბილი
და შეეჭამათ გლებს. და ავაძრა ქები. და წამოვიდა. აი გავაკეთე აგერ დავუძოვე გოგოას შვილიშვილს. კოსტუმს მაინც ჩამოგიდოს ხოლმე. აი ეს არის გაღმა ხარაძეების უბანი. აი ნაძუნარი დაბლა მოსახლეები. ძალიან მშვენიერი უბანი არის. აი მაღლა მთის ვერზე ის არის სალოცავი კახური. დალოცვილი ყავს მისი მადლის ყველა. ეხლა იქნება კახურობა ოზაშიჩი და მე მგონია ბევრი ხალხი ეწოდა. ყოველთვის ყოველ წელს 100 არის და ამ უბანში გალაქტიონის ცხოვრობდა ხარაგელგუჯა ხარაძესანი და ასწავლებლად მუშაობდა პერსონალის სკოლაში ახლა ასწავლიდა პერსონალებს. მამას შრომიდან რკინა ვერევითვისე და უფრო ხეზე ვამჯობინე მუშაობა და შრომა და რავის მიყვარს ხესთან მუშაობა. ძირითადად როცა ვნახულობ ხოლმე დროს ვშრომობ ხოლმე ხეზე. და ვაკეთებ ამ დაძველების მაგიდას, სკამებს. ფიციონულებას ფულფურის ხოლმე. როდესაც ზიამილის მორიგეობაში ვერასკიდე თავისი საქმე აქვს დავჩებით მე და ჩემი გოგოი ხალს გაპრებს უყვები ხან უკუმალობიას თამაშობ თეიხუჭე და დახუჭული თვალებს ეხერებული წესიერა და ხანი განა დამემალება ყურბელი და ხანი განა და თუ გებავა აი ეს ორი შვილი აგერდამ ჩახანა თავის მშობლებთან ერთად ორი კიდევ ხარაგოულში არიან არა ეს არის ჩემი ბაბუი ჩემი კაი გოგოი ჩემი მოსიყვარული ბაბუ მიყვარს ძალიან ბაბუ ძალიან გვიყვარს და მახსოვს როდესაც სამუშაოდან ბრუნდებოდა ძალიან ბევრი შოკოლადები და საჩუქრები მქონდა ხოლმე და დღემდე მახსოვს და სულ მემახსოვრება. საყვარელი ოჯახი არის აგერ. ყოველთვის შევიძლია სტუმრები მოსულას მოყვარია. ვისაც რა დროს ეხება სასწავლებლად მოუგზავნის, კაი ხალხს